საბა იუმორისტია, უყვარს წერა და პოლიტიკური ток-შოუები. ნაინო უკვე შემდგარი პოდკასტერია, უყვარს ლაპარაკი და მსოფლიო პოპკულტურა. ნაინო და საბა ამ ტრანზიტულ ეპიზოდებში უზიარებენ ერთმანეთს აღმოჩენებს და დაკვირვებებს და ცდილობენ გაგვართონ. Baby, too much work რა. სად არის რა ქვია? Sponsorship-ის დილები სად არის? უკვე ენთუზიაზმზე ძალიან რთულია ამის კეთება. ეგ არის რა ქვია? პოდკასტინგის ტვირთი. მაგრამ იცი რა არის? არა, მე არ მგონია რომ ანუ ეხლა უბრალოდ ძალიან მოუცლელი ვარ და ეგ არის პრობლემა, ანუ არ მგონია რომ მაგ კომიტმენტაც ვერ ავიღებდი რომ სპონსორშიპით ვაკეთო, ამიტომ მომწონს როგორც არის. არ გადაგვიხადოთ ძალიან. ხო. იქ რაღაცა ვალდებულებები იჩითება მე კიდე ცალ. და მე ანუ არ მინდა რა. გადავიფიქრე, კაი, გავაგზავნოთ. უბრალოდ დაბრუნება მჭირდება რა იმ get my groove back. Pace-ი რო აიღო რაღაცა ფორმაში რო ჩაჯდე. კი, იმიტომ რომ ყოველ ისედაც არ კვირაში ერთხელ უწევდით, მაშინაც მავიწყდებოდა რაზე ვლაპარაკობდით ხოლმე და ეხლა ხომ მით უმეტეს დიდი ხანია რაც არ გველაპარაკია. ხო და კიდე უფრო ამოვარდი. ხურება გჭირდება ცოტა. კი. ეს შენ რო წდები, შენ ხო იმას ამბობ სულ რომ რო წდები ნეტა ჩემი ხო ხანდახან, მაგრამ ჩემი ინტერნეტს ბრელებს შენს არ ვიცი. აი მოიცადე შეიძლება იმის ბრალია მიკროფონის არის. ბაზარი არ არის. მაშინ ახლოს უნდა ილაპარაკო. ხო და თუ გავწყდები კიდე მითხარი, აბა. ხო და ეს რა ქვია? ხო არა რა, შენ ხო იმას ამბობ ხოლმე სულ რომ რა ქვია იმას არ ჩერდები იმდეს ლაპარაკობ და ცოტა აი მაგაში უნდა გადაერთო ახლა არ ვიცი რა. კი, არის ეგ. აქ ჩავხედე ხა რები ჩავინიშნე, რომ შენთან მინდოდა განმეხილა. არ ვიცი, რაღაც აზრები არის. აი, აქედან დავიწყოთ და მე ეს არის. აი, დაიწყე აზრებით, იმიტომ რომ ზოგადად საინტერესო აზრები გაქვს ხოლმე. მადლობა საბა, ჭირდებოდა ეს გამხრევება ნამდვილად. ჩანიშნული მქონდა, რომ ხო არ ვიცი ეს რამე ჯოუკის სეტაპია თუ არა, მაგრამ I don't care. რომ საქართველოში ანონიმური ალკოჰოლიკები არ იმუშავებდა. წინაზე კი გახსენეს, მე მგონი არ ვიხსენებია. არ მახსოვს, მაგრამ რაღაცა მახსოვს, მე მგონი ვილაპარაკეთ მაგ თემაზე, არ ვიცი. არა, მე მგონი არ მახსოვს. არა, მე მგონი არ გვილაპარაკია, იმიტომ რომ ეს არის Matchman King-ზე ვილაპარაკობთ და მე მგონი მე აღარ ანუ ბევრ დიდხანს შევყავით იმის განხილვას და ეს აღარ მილაპარაკია. ხო და მოკლედ საქართველოში ანონიმური ალკოჰოლიკების კლუბი არ იმუშავებდა. იმიტომ რომ ყველას იცნობს? კი. და თან მერე სულ დალევით დამთავრდება ხოლმე უეჭველი. ყველა ვარიანტი. ანუ ვიღაცას მოაფუჭეს. ეგ ერთი და თან მერე ვიღაცა წარმოიდგინე რომ იქო ჩასასტავდებოდა ეს ხალხი და მერე თქვა შეიძლება რაღაცა პასუხისმგებლად მიდგომოდნენ ამას რომ თქვა ანონიმურ და მაინც ფხიზლად ყოფილიყო, მაგრამ მერე ვიღაცის შვილის ქორწილი გაიჩითება ან ნათლობა და იქ ხოლმე მოუწევს. ეგ არის ძაკაი ქართული ფრაზა დალევა მომიწია. დალევა მომიწია არის ყველაზე კაი გაპროება. ხო და მოუწევს იქ ყველა ვარიანტი. ნამდვილ ანონიმურ ალკოჰოლიკებად გადაიქცევს, იმიტომ ან შეიძლება ნამდვილ ანონიმურ ალკოჰოლიკებად გადაიქცევს, იმიტომ რომ უბრალოდ შეიკრიბებიან და ჩუმად დალევენ. ხო. ეგეც არის ვარიანტი. ეგრეც იყო. მაგრამ პრემისი ის მქონდა, რომ მოკლედ ყველა ერთმანეთს რო იცნობს უფრო მაგის გამო რა, ანუ ანონიმურობა არ იქნებოდა. ანუ მოკლედ რა ზოგადად ამ ალკოჰოლიზმის თემაზე საქართველოში ძალიან არა, ცნობაზე არ არის. აი ეხა გამახსენდა ერთხელ უბანში
ვიყავით რა და ვაბირჟავდით ერთი პატარა ვიყავ ერთი ალბათ ბრუკლინში 13-14 წლის და ვიღაცა ტიპი არა იარმორკაზე ამ შემთხვევაში და ვიღაცა ტიპი მოვიდა რა ეზოში ჩვენთან ვიღაცას ეძებდა არ ვიცი და მაგარ პახმელიაზე ვარო და რაღაცა ღვინო ქონდა რა რომ ამასთან მოვედიო რომ პახმელიდან გამოსულიყავიო და არ არისო და კარჩეო ეხა თუ არ დაულიეო მოვკვდებიო და თქვენო რა მარტო რო არ დაულიეო ლოთივითო ახალგაზრდა ბიჭი იყო რა ერთი ალბათ 35-მდე მაქსიმუმ და თქვენო აქ რო ვაბიჟავებთო მე პროსტა დავიждებიო და დავლევო რა ხო და კაიო ну კაი თქო რა ჩვენ უთხარით და ამ დროს როგორი თემა იცი ორი ტიპი მოდის ვიღაცა მაგრამ თქვენ 13-ის იყავით ანუ თქვენთვის ახალგაზრდა არ იყო მაშინ ეხა დელგადმოსახედით ეხა დელგადმოსახედიდან ახალგაზრდა ხო მაშინ თქვენთვის ვიღაცა ბიძა კაცი მაშინ ზროსლი ბიძერი იყო რა ეგეთ პონჩი მაგრამ ხო და ზის ეს და უბერავს თავის პონჩი და თან გვებაზრება რაღაცა ჯიგრულად რა ისეთ პონჩი რაღაც ზმაკაცურად და უცებ ხედავს რომ ქუჩის მეორე მხარეს ათონელზე ხდება ეს ამბავი ქუჩის მეორე მხარეს მოდის ორი ბიძა არიან და აი 50-ს გადაცილებული გამხმარი თბილისელი ტიპები რა რაღაც ლავაში მიკიჯაგერები და მეორეს ტუშონკა და ამან ეგრევე დაამუღამა რომ ეხა ორი შუახნის ტიპი რო ქუჩაში ლავაში და ტუშონკით მოძრაობს თემა არის და დაუძახა ამათ რომ ჯიგრებო მოდითო რა მარტო დალევა არ მინდაო და ვიღაცაო ლოთი არ გეგონოს და ისინი ეგრევე გადმოვიდნენ ეს სადღაც მიდიოდნენ იქ სასტავი ელოდებოდა თუ ეჭველი რა ამ ტუშონკით და პური სადაც მიდიოდნენ ისინი დაიუწყეს შეიძლება სახში ცოლმა ტუშონკა სახში უეჭველი არ მიდიოდნენ დასალევად რაღაცა ფული შეკრეს ტიპებმა და იქ ტუშონკა და ის იყიდეს პური რომ მე დაელიათ რა და ისინი დაიუწყეს სადაც მიდიოდნენ და ამ ტიპს დაუჯდნენ იქვე შუა ქუჩაში და უბერავენ რა კიბეზე ჩამოდეს ეს ისა რა ქვია ორი ლუკმა საჭმელი ამას თავისი ღვინო და თან ეს რაღაც ლოთი არ გეგონოთ რა ჯიგრებო რა პროსტა პახმელიაზე ვარ და ამათაც ეხა სიტყვა ლოთი მაგრად გაუუწყდათ რომ არა ჩვენც არა ვართ ლოთები ძმაო რა პონტია ეხა პროსტა ჩვენც გვისწორდება დალევა რაღაცა და ამათ ესენი შეყვნენ და რაღაცა მე ჩვენ მოუწყდით რა იმიტომ რომ ეხა იქ რაღა გვინოს და ეს ტიპები რო სვავენ იქ ხო და ეგეთი უცებ ანონიმურ სიტუაციაში დაიჩიტა ეგ თემა იქ ანუ შესაბამისად არ არის ახლობლობა საჭირო ეგრევე ის არის ხო ეგ ბაზარი არ არის მაგრამ მე იმას ვამბობ რომ სიტყვა ანონიმურობის არსი დაიღუეოდა აი ეგ უეჭველი ის იქნებოდა და ზოგადად მოკლედ ქართველებს და ანუ ეს ანონიმური ალკოჰოლიზმი ხო საერთოდ ქართულ რეალობაში არ ეგ თემა არ არსებობს რა და გავიგე რაღაც ამერიკული ფილმებიდან რომ აი ხალხი და რაღაცა და დადიან და იქ რაღაცა შეერინგი და აი ჰოი და მე დავიწყე იმაზე ფიქრი რომ საქართველოში ანუ ლოთი არავინ არ არის მაგრამ ყველა ლოთია მაგრამ ესეთი დიაგნოზირება ნუ ბოლო დროს უფრო დაიწყო კიდე მე ის რაღაცა კამპულების ჩადგმები და რაღაცები რო იყო ოღონ მაგასაც ლოთობას არ ეძახდნენ რომ აი ზაპოი აქვს და ნუ რატო უნდა ქონდეს ზაპოი და პრობლემა არ გაქვს ალკოჰოლთან ხო მოკლედ ქართველი ლოთები არ არსებობენ იცი ძველ პაკალენიაში იყო მე მგონი მაინც იმიტომ რომ ბაბუა ჩემი ითვლებოდა ლოთად როდის გახდა ნეტა ისეთი საჭიროება მე რომ ჩემი მახსოვრობა რომ მის პერსონასთან კავშირდება უკვე მაგ დროს უკვე გქონდა ეგ სტატუსი მინიჭებული ხო ანუ შენ ნუ ჩვენ ბავშვობაში იყო სხვათა შორის რამდენ ერთხელ იყო ეგეთი შემთხვევა არ დავასახელებ ეხა სახელდაგვარს მაგრამ ნუ მაგრად მიყვარდა თავისთავად ბაბუაჩემი მაგარი ჯიგარი კაცი იყო და ერთხელ მოვდივართ პუშკინზე რა და გააჩერა ვიღაცა ტიპმა და იბაზრეს რაღაცები ილაპარაკეს აქეთ და რომ გამოვედით ვინ იყო მეთქი ვეკითხები და მეუბნება ძველი 81 წლის თბილისის დინამოს ერთ-ერთი ფეხბურთელის სახელდა გვარს და მეთქი სამას საიდან ისო რაღაც ძალიან აღფრთოვანდი რა და მე რომ მივედი მამაჩემს მოვუყევი რომ მეთქი ესე რაღაც ამას იცნობს მეთქი თურმეო და ეგელი ერთად სვავენო სულო აუ ეგ ცალკე სხვათა შორის რამდენი ადამიანი იყო ეგეთი რომ აი ეს მაგარი ფეხბურთელი იყო მაგრამ მე გალოთდა უბანში ერთი ეგეთი ტიპი ყველგან იყო
რაღაცა staple, ქართული უბნის staple. რაღაცები, მოხუცი ქალი, რომელიც ყველას ეჩხუბება და ბავშვობაში ვერ იტან, მაგრამ მე შენ ხდები ეგ მოხუცი ქალი. ვიღაცა კიდე ერთი ფეხბურთელი, რომელიც მაგრა თამაშობდა, არა მარტო ეგეთი ისტორია მაქვს, მაგალითად ერთხელ პიონერთა სასახლეში, არა უკვე მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე ყო, ეგეთი ბებერიც არა ვარო პიონერთა სასახლე ყოფილიყო. რაღაცა შეხვედრაზე ვიყავით, ამასაც არ დავასახელებ ერთ-ერთ ქართველ მსახიობთან, რომელიც მაგრად მევასებოდა, იმიტომ რომ დათა თუთაშკიაში თამაშობს რა და ნუ ძალიან მაგარი მსახიობი არის. ოთარ მეღვინეთ უხუცესი არის, მაგას ვიტყვი მაინც რო ისე. ანონიმურობა რო არ დავარღვიო რა. შემთხვევაში ხო და რაღაცა მივედი და ავტოგრაფებს დაგვირიგა ბავშვებს იქ და მე სახში მივედი და აქაც ამ შემთხვევაში მამაჩემს ვეუბნები რომ მეთქი. ნახე ავტოგრაფი და ვერ ვთხარიო ბაბუაშენის სახელიო ეგენიო ზვაკაცობენ თუ ერთად swam. ისე მამაჩენისთვის ანუ it skipped a generation. ის იყო ალბათ ეთყობა იმდენ ან ბაბუაშენ იმდენ სვამდა რომ მამაჩენისთვის უკვე ეს რაღაც ძალიან ის ქონა რა მაგალითად ქონდა რომ ეს ზედმეტია. როცა უკვე დინამოს ფეხბურთელიდან ნაღulis ბუშტიც აწუხებდა და ეს რა ქვია მაგალითად ალბათ შეუწყო ხელი რომ ეთყობა რაღაც ეგ ის გამოყვა. ანუ შვილები რო არ გაგვილოთდნენ ჩვენ უნდა გავლოთდეთ. დასწარი შენ შვილებს გალოთება. საქართველოს სლოგანი. შვენიერი არის. ხო, skip the generation, მაგრამ მე აღარ არის. ხა ეგრე გამოდის. ხო, კი, მაგრამ არა, ხო შენ არავი, ხო, ლოთობას არ ვერ გატყობდი. მე არა. არ გეტყვი რას გატყობდი, მაგრამ ლოთობას არა, მე არ. ხო. ხო. მაგას რასაც მატყობდი, მაგასაც აღარ ვეტანები დიდად შესაბამისად. ამიტომ შენ შვილები. Next generation. კაი. მე მგონი ლოთობის თემაზე პრინციპში სხვათა შორის აი ანონიმური მაგაზე მეც ვიფიქრე ერთხელ, მაგრამ მე ვფიქრობდი ხოლმე უფრო იმის პონჩი რა. anonymous addict-ების პონჩი. და ეხა არ ვიცი, შეიძლება არსებობს საქართველოში რაღაცა ეგეთი წრეები და რაღაცა, რომელზეც დადიან ადამიანები და ვიღაცისთვის შეიძლება მუშაობს, არ ვიცი, მაგრამ რაღაცა აი ზუსტად ეგ შეგრძნება მქონდა, რომ გახსოვს Breaking Bad-ში ჯესი რომ იდის მან და იქ ბოლოს რომ გამოწყდება, რომ სინამდვილეში იმიტომ მივიდა იქ რომ გაყიდოს ეს ყველაფერი იქ ვინც დადის. არა მახსოვდა ეგ ძალიან დიდი ხნის წინ. ხო, ეგ ეპიზოდი არის და კარჩე ჩვენთან ეხა ეგ არ მუშაობდა, აქაც როგორი თემა არის, რომ ძირითადად არის ხოლმე ეკლესიებში რა, ეგენი მოწყობილი ეგ ანონიმუს ალკოჰოლიკები და ნებისმიერი სივრცე და ეგენი ეგ არის და ჩვენთანაც როდესაც რაღაცა გადასაგდებად რომ მიდიოდნენ ხოლმე სულ მონასტერში მიდიან ეს ტიპები და ყველაზე მთავარი რა არის იცი რომ იქიდან რომ ჩამოვიდოდნენ ხოლმე იქ სხვა უბნელები ხო იყვნენ ჩასულები რომლებიც სხვა უბნიდან ტიპები რომლებიც ასევე გადასაგდებად იყვნენ და ეგ კონექშენები ხდებოდა ხოლმე იქიდან რომ ჩამოდიოდნენ უკვე სასტავი მე ერთად ჩალიჩობდა ხოლმე ანუ ეგ პოინტი იყო და ეს იზრდებოდა ხოლმე წრე რა მაგიტო არის თქვენ კიდე ეკლესიაო არ გვინდაო ისაო ესეა გაკავშირებს ხალხს მე მგონი ჩემი ინტერნეტის ბრალი ამიტომ შენთან მოდის გვიან ჩემი ხმა და მე ხან მესმის და არ ვიცი ხალხიც გაიგებს თუ არა მაგრამ იმედი არა იცი რა მოიცადე ერთი წუთი მე გადავრთავ იმას რა ქვია მიკროფონს იმიტომ რომ მე რაღაცა ისე მაქვს დაყენებული ეს მიკროფონი რომ ეს ხმები შემოვიყვანო ხოლმე თითლი ბაზები ანა ესა კაზიოლებო თქვენა რა თქვენ კაზიოლებო თქვენა რა ეხა შენი ხმა დაახშე იყოს ძალიან ცუდია ცუდად არის მოდა აბა ეხა კარგად მოდის ეხა მესმის კი ოკეი და იმ ხმებს როგორ შემოიყვან ვერ შემოვიყვან იმ ხმებს სამწუხაროდ კაი თუ დაგჭირდება დაგელოდები და გადაიყვან თუ დამჭირდება გადავრთავ ხოლმე და მასე იმას ხო და მოახერხებ რამეს
კაი, ამას ამ ეპიზოდს ცოტა მივჭრი. როდის უნდა მივჭრა, არ ვიცი, მაგრამ მივჭრი. ხო. ან შეიძლება არც. ვიდეოს ისე არ ვჭრი ხოლმე, მეზარება. თან მაინც პირველ 5 წუთს უყურებთ თქვენ აბოზრებოთ. კასიოლებს ჩას. მე გეტყვი, რასაც გავაკეთებ. შენ რო ილაპარაკებ, მაგაზე მექნება გადართული და მე რო ვილაპარაკებ, გადმოვხთავ მიკროფონზე. იქნებ ჩემთანაც საჭირო იქნება ხმის ეფექტის გაკეთება. ხო და შენ რო გააკეთებ, ხო შენ დაგასვავ ხმის ეფექტს, მაგას გეუბნები. ხო, კაი. ოკეი, მივხვდი. მაგრამ შენზე ვინ იზამს? დავიმახსოვრებ და გავაჟღერებ. კაი. შენ გააქვს რამე სიაში? ჩვენ ხო რაღაცა რა ქვია, არაფერი სიაში არაფერი არ მაქვს. ეს უცხო პლანეტელების თემა რო იყო ერთი ეგ მაგამ ბაუზე რაღაცა არ არის აპდეიტები. ეს ჩაგვიარა რაღაცა. მოიცა, მან რაღაცის თქმა მინდოდა და რისი თქმა მინდოდა, არ ვიცი, მაგრამ გააჟღერე ეგ ნიუსი და იქნებ წამოიღოს. თუ არ წამოიღო, ამოვჭერთ. თუ არა და მაინც არ გვისმენენ. ხო და ისა რა ქვია, მან რავი, იდეაში ეხა ბოლოს ერთი კვირის წინ ვნახე რაღაცა ნიუსი, რომელშიც სეტი რო არის, რომელიც ანუ intelligence lives რო ეძებს რა, კოსმოსში მაგ ორგანიზაციას ქონა გამოქვეყნებული რაღაცა გამოთვლა, რომ 30-დან 40%-მდე არის შანსი, რომ უცხოპლანეტური რაღაცა აპარატი იყოსო და საკმაოდ მაღალი შანსი არის ეგ მე მგონი. ეხა 30 მოიცა ჯერ ნიუსი მოყევი, ეს ჩამოფრინდა თუ იპოვეს თუ გადაგვიფრინა თუ რა ხდება, საერთოდ ნიუსი აღარ მახსოვს. ხო და არ როდის იყო არ მახსოვს, მოკლედ გაერთი რაღაც მე მგონი ფებრუარში თუ მაისში არ მახსოვს, მოკლედ აი გაზაფხულის პერიოდში გაიჩითა რაღაცა ცნობა, რომ მოდიოდა რაღაც დიდი ობიექტი დედამიწისკენ, რაღაც უცნაური ტრაექტორიით, რომ გამოთვალეს ეს ტრაექტორია ისე უნდა მოსულიყო აქ, რომ სექტემბერ-ოქტომბერში უნდა ყოფილიყო, თან რაღაც სიჩქარე იცვლი და თუ რაღაცა და ეს ტრაექტორია იყო რომ თითქოს რომ ჩაივლიდა ამ პლანეტებთან იმათი რაღაც გრავიტაციული ველიდან აჩქარებას იღებდა და მაგ მხრივ გამიზნული ორბიტა კი არა და გამიზნული ტრაექტორია ჰქონდა რა თითქოს და თან ისეთ პონჩი იყო რომ როდესაც დედამიწასთან ყველაზე ახლოს იქნებოდა ისე იქნებოდა ისეთ პოზიციაში იქნებოდა კოსმოსში მზესთან მიმართებაში რომ ვერაფრით ვერ დავინახავდით ჩვენ რა იმიტომ რომ ამ მზის სინათლეს მოეფარებოდა ხო და მაგაზე წამოვიდა ლაპარაკი რომ მუა რო იყო თუ გახსოვს ადრე რომელიც ესე თქო და თან თეორიული თემა ის იყო რომ ეს მოდიოდა ვარსკვლავთ შორისი ობიექტი იყო რა ანუ მზის სისტემის გარედან უნდა შემოდიოდა ეს რაღაცა ხო და შესაბამისად ადრეც იყო ეგეთი ობიექტი უმუა შემოსული რომელზეც ჰარვარდის ესეთი პროფესორი არის ავი ლოები რომელმაც განაცხადა რომ ესო უცხოპლანეტური ის იყო რა რაღაცა აპარატი რომელიც შეიძლება საერთოდაც უბრალოდ შემთხვევით ჩაიარა იმიტომ რომ სადღაც სხვაგან მიდიოდა და უბრალოდ ჩვენ სისტემაში მოუწია გავლა და ხო და თან რაღაც ესე რადარებით იმაშვებ შეიძლება ასკანერებს რაღაცეებს რა არის თუ არა სადმე რამე ღირებული ხო და შეიძლება რაღაც ერთი 10 შეიძლება დასალევად მიდიოდნენ. მაგაზე, ეხა იცი რა ნიუსი გამახსენდა. ქუთაისში იყო მგონი თუ სადღაც ამას წინ მოკლედ ეს იყო გადააზიარეს ქუთაისში რომ ბანკი დააყაჩაღა იმის ის იყო რა ქვია სცენარი არის. იმის პოსტად იყო გაზიარებული რა კურიოზები ხდებოდა და დიალოგი ამ იმასთან ძევლებს და დამყაჩაღებელს შორის. და მე კომენტარებსაც შევყევი, იმიტომ რომ იქაც რაღაც ახალისოები გაზიარდა და ვიღაცა თქონდა. ოი, მაგაზე საუნდი მაქვს. მიდი. ქუთაისის დაყაჩაღებაზე. აუ რა არ ვიცი ბრატ მაგარი კაროჩე ჩიკაგო გაიჩიცა რა განგსტერობა მიდი ბრატ აქანე პარი ატკალა რა იმნაირი არაფერი არა საკაი ეს საიდან არის საუდი არ მახსოვს
ეგ არის იმიდან, რა ქვია, შესესეს ფარული ჩანაწერებიდან არის ერთ-ერთი. კაია. ჩემი ზოგადად გირჩევთ, რომ ვინც არ უსმენთ და ეს ჟანრი არიცით, შესესე დაახლოებით თვეში ან ორ თვეში ერთხელ აქვეყნებს ხოლმე ძალიან ვრცელ ოპერატიულ სადაც არის ხოლმე ეს ქურდული გარჩევების ფარული ჩანაწერები და აი ძალიან სერიოზული დრამები იდგმება ხოლმე, მაგალითისთვის თქვენ შეიძლება არ იცოდეთ, რომ გარდა ქუთაისისა სხვა ქალაქიც არის ჩიკაგოთ ქცეული და ეხლა მაგაზეც მაქვს საუნდი. გორი იმენა ჩიკაგო გაეძრო რა. და ყველაზე შენ ხმარ არ ისმის. ან რას დააგრიხინებ? ან ისე დატოვე ანასე. ხო ისე წდება ხო და ხო ყველაზე მთავარი რა თემა არის იცი რომ ამ ხალხმა იცის ჩიკაგოში რა სიტუაციაა რა განგსტერობა მიდის და ამ შედარებას აკეთებენ ამ თემასაც ძალიან გლობალურად ინფორმირებული განგსტერობაში რა ხდება ბირჟავიკმა ხალხმა ყველაზე მეტი იცის ხო და მანდის რა ქვია ერთ-ერთი ნიუს ანუ ერთ-ერთი კომენტარი იყო კიდე გაახსენდათ ნიუსი სადაც მე მგონი ეგეც ქუთაისში იყო მარშრუტკა გაიტაცა კაცმა თუ ავტობუსი ხო და ისო რა ქვია და ჩემთან მივდივართ ყველანი დასალევად აუ ხო რაღაცა მახსოვს ხო და ეს უეფოც იქნება ეს რა ქვია. ხო, ეგეთი ვიღაცა ქუთაისელი. უეფორა. ანუ უეფა და უფო შევაერთე და უეფო გავაკეთე. ხო და UAP არის ეხა. ოკეი. ანუ რაღაცნაირად მაინც ახლოს იყავი. ინაპლანეტები რა. ინაპლანეტიანი. ხო და მან აღარ მახსოვს ეგ ნიუსი შენ რო გააზიარე და მე გითხარი ვილაპარაკოთ თქო ეთყობა რაღაცის თქმა მინდოდა მაგრამ არ ვიცი რისი და ალბათ არ ვიცი რომ ხო და შენ მე მომწერე ეგ ვიდეოს სადაც მე განვიხილავდი თუ ეს მართლა უცხოპლანეტელები არიან გაგვანადგურებენ თუ არა რა ხო და მე მაქვს თეორია რომ არ გაგვანადგურებენ და ზოგადად კაცობრიობას გამოყენებიან ერთია და მე მაგალითად ის თემაც ადრე მაგაზე კაცობრიობას რატომღაც ეშინია და კაცობრიობას რა ხალხს რომ რაღაცა გარეშე მტრები გაგვანადგურებენ მაგალითად artificial intelligence-ზე არის კიდე ეგეთი თემა რომ ეხლა ძალიან ჭკვიანი რომ გახდება მე ყველას დაგხოცავს და მაგაზეც მქონდა არანაირი საჭიროება იმისა რომ ჩვენნაირი უაზრო ხალხი და უაზრო არსებები გაანადგუროს და რაღაცა გენოციდი მოგვიწყოს არანაირი საჭიროება არ არსებობს მაგის იმიტომ ერთმანეთის გენოციდი საკმარისი არის კი ბატონო ის აი მაგალითად artificial intelligence ჭირდება რომ პროსტა 50 წელიწადი იჯდეს და ტეტრისი ითამაშოს და დაგველოდოს და დანარჩენს მე ჩვენთან მოვაგვარებთ იქ ან თუნდაც იმას რა ქვია ცოდვა რატო უნდა დაიდოს რომელიღაცა უცხო პლანეტელმა თავისი ღმერთები ყავთ იმათ და იმის წინაშე ცოდვას არ დაიდებს სიტყვის რომ მოიცა ვაცალოთ ეხა ამათ და ერთმანეთს ამოხოცავენ იქნებ რესურსებისთვის იბრძვიან რომელიც ასევე გავანადგურეთ და არ გვაქვს ხო და არა საქმეც მაგაში არის რომ მაგ ვერსიაც იყო რომ ოქრო უნდათ და რაღაცა და აი ზუსტად ოქრო რაღაცა ზეგანვითარებული პლანეტა რო ხარ და ოქროები ახლა წავედი დუბაიში და ამ დროს მთელი პლანეტები და მეტეორები არის რომლებიც დაფრინავს მზის სისტემაში და იმდენი ოქრო და ბრილიანტი არის ზედრო დედამიწაზე რო ჩამოაგდო არ ვიცი მაგას გამოთვლილი აქვს რომ ვიღაცამ რომ დაითრიოს ეს ისენი რა ჰაერში გამოკიდებული ეს ოქროს მეტეორი მთლიანად ანუ საშვილიშვილო კი არა ცხოვრებისეული და ყველანაირი კოლაფსი მოხდება ეკონომიკის დედამიწაზე ვერასოდეს და ვერ დაარეკოვერებს რა ანუ აი ქვიშა რო გახდეს უცებ რაღაც სავაჭრო ვალუტა ეგეთი გახდება ოქრო რა ხო და არანაირი საჭიროება არ არის კაცების დათვლილია ძალიან მაინტერესებს მაგრამ ისე ის ეხლა ბოლო პერიოდში გავრცელდა ეგ ინფორმაცია იმაზე ბრილიანტები როგორ გააძვირა ხელოვნურად ერთ-ერთმა
კომპანია იყო უკვე თუ უბრალოდ პიროვნება, არ ვიცი, მოვიდა შენამდე ეგ ალგორითმი? არა, ჩემამდე არ მოსულა ეგ. მოკლედ, მაგრამ ეჭვიც არ მეპარება რა, იმას რა ქვია, სათვალეს იმაშვებიან, სათვალეების იმას რა ქვია, ჩარჩოების მონოპოლია აქვს ერთ კომპანიას თუ ორს არ ვიცი და მაგის CEO ნაგლად იჯდა ეგ ინტერვიუ ნანახი მაგ ეთერში და ამბობს რომ რასაც მინდა იმას დავადებ ფასს, იმიტომ რომ რასიზავთო, გადაიხდით. აი ნაგლად ამბობს იმენა ტიპი მაგას. That's like, what the fuck can you do? Nothing. ხო და მან ანუ გაკვირვებით ეს არ გამიკვირდა უბრალოდ ეს მთელი ის რომ აი ბრილიანტი და მოკლედ ისა იყო ეგეთი რომ ხელოვნური ბრილიანტები იდეაში ფაქტიურად ვერ გაარჩევ ბუნებრივისგან მაგრამ ეს ბუნებრივების შეიძლება ხარ ვამახინჯებ ამ ისტორიას მაგრამ მოკლედ ბუნებრივებზე მახსოვს რომ ამ ტიპმა ვისაც პირველმა დაიწყო ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო მოპოვება შეისყიდა ყველა ეს რა ქვია მაგათ მაღარო თუ რაღაცა და მოკლედ დააჯდა კაიხანს ამ ბუნებრივ იმებს ბრილიანტებს იმისთვის რომ ფასი გაზრდილო ანუ არ იმაშვებოდა რა ქვია ბაზარზე არ ყარიდა რა ხო და ჯამში მე მგონი ხელოვნურსა და ბუნებრივ ბრილიანტ შორის დიდი განსხვავება არა მე ზოგადად საერთოდ არ მესმის და ვერ ხვდები ამ ძვირფასი მეტალებისადმი ეგეთ აი ძვირფასი სამკაულებისადმი ეგეთ ფეტიშურ დამოკიდებულებას გარდა რავი ინვესტირების შეიძლება მეტი ვერ ხვდები რატომ უნდა ძალიან ესე გინდოდეს რომ ძალიან ძვირიანი ხო ცალკე აღებული რაღაც ხო იცის ალადინში რომ რაღაცა დიდი ესეთი კრისტალი დევს და რაღაცა ხო მაგრამ თუ მაგას იყენებ რომ რაღაცა სამკაული ააწყო რომ იუველირი რაღაცა სილამაზეს აკეთებს მაქედან ეგ კიდე მესმის რომ თქვა თვითონ ის ნამუშევარი მოგწონს რა ხო ნაკეთობა და ეს ძვირფას თვლებზე გაჭედვა ხო ცოტა ხო და იმ ნაკეთობაში ხელოვნური ბრილიანტი იდება და რაღაცა არ ვიცი ნახევარზე თუ პროიაფი იქნება თუ არა იცი რა როგორც აღმოჩნდა სხვანაირად ბრჭყვინავს ანუ მზის სხივს სხვანაირად იმაშება ანუ აი ეგეთი მოცლილი მინდა ვიყო რომ აი ბრილიანტის სხივის იმას უყურებდა ხო და ეგ ცოტა მოკლედ არ ვიცი არ მესმის ეგ კონკრეტულად ძვირფასთვალებზე აი ეგრე ჩაციკლა და რაღაცა ფეტიში რა დამავიწყა რაღაცა უნდა მეთქვა მაგრამ ეს არის ალბათ არ იყო მნიშვნელოვანი და იმ უფოზეც ალბათ რაღაცა ისეთი ხუმრა უეპა თუ რა თქვი UAP ანუ ეხა უწოდებენ ამოუცნობი მფრინავი არა მოიცა unidentified aerial phenomena ანუ ამოუცნობი საჰაერო ფენომენი ესე დაარქვეს which is like gender neutral ეხა ამოუცნობი მფრინავი ობიექტი იქნება თუ ხო არ აი რაღაცა დებილობა რომ იმიტომ რომ თითქოს UFO-ს როა ინსიმას არ ვიცი რაღაცნაირად ხდება Facebook-ში ჩემი ინტერნეტის ბრალი ყოფილა ოღონდ რატო არის არ ვიცი ჩემი ინტერნეტის ბრალი და ბოლო ის ფრაზები ცაცლო ეს ლაპარაკობდი რომ ოკეი მოკლედ ჩემი ინტერნეტის ბრალი რომელი ნაწილიდან გავაგრძ რომელი ნაწილიდან გავაგრძ სადაც ის იყო რა ქვია ხუმრობა ვთქვი იმასთან დაკავშირებით რომ უეფოს ეძახიან ხო არ წყინს თქო და მე მივხვდი რომ ყველა ხუმრობა იყო იმიტომ რომ it was ისეთი იყო რა ანუ მანამდე იმაზე ვიხუმრე რომ ის მეთქი ხო დამავიწყდა უკვე მაგრამ gender neutral-ია ხო gender neutral ის არის თქო მაგრამ მაგიტო არ მიხუმრია რომ gender neutrality-ზე ხუმრობ მაგრამ არ ვიცი ახლა ანუ აუ კი ამაზე ცალკე იცი რა ხო ჩვენ ხო შევთანხმდით რომ ლიბერალიზმი არის ძნელი და ამიტომ მოზომილად იხუბება კი და ცალკე ამაზე სხვა შეს უკვე ნელ-ნელა აიწია ტრენდი არ დაგავიწოს ის თქმა გინდოდა მაგრამ ნელ-ნელა აიწია იმის ტრენდმა რომ რაღაცეებზე როდესაც მოცემულობა ისედაც ნათელია და ოღონდ რაღაცა ძალიან
ის ხალხიც ვინც ამაზე მოკლედ ტვინს ბურღავს ცოტა მგონია რომ თავისი ინტელექტის ტკბობაში არიან იმიტომ რომ ვიღაცა გოგოს რატო უყურეღონ არ ვიცი ცოტა rage bait იყო ჩემთვის 2 წუთი ხსნიდა იმასთან დაკავშირებით რომ მე არ ვარო ვალდებულიო რომ თქვენო პრემისი აგიხსნათო იმიტომ რომ ვიღაცას რაღაცა ეწყინაო როცა ის პრემისი ისედაც იგულისხმება ისეთი ადამიანებისთვის ვინც წაიკითხა და იცისო ხო და ნაწილობრივ ეთანხმები მაგრამ თან ძალიან patronizing-ად ლაპარაკობდა ამასთან დაკავშირებით და აი თემას გააჩნია ესე მგონია ანუ ყველაფერზე იგულისხმება არ არის და თან თუ ერთი წინადადებით შეიძლება თქვა რომ ვიცი ან რაღაცა იმაზე იყო კვების დიზორდერებზე ხო და თუ ხო და იქ დაუწერეს რომ ამა რაღაც ერთი მიზეზი დაასახელა და იქ დაუწერეს რომ მაგის გარდა ბევრი მიზეზიაო ხო და ერთი წინადადებით შეიძლება და ეთქვა რომ იცით რა მე ვიცი რომ ბევრი მიზეზია მაგრამ ერთ-ერთი არის ეს რომელზეც ბევრს ლაპარაკ ანუ ერთი წინადადების ამბავია რომ კონტექსტში ჩააყენო ადამიანი არ ვიცი ლიბერალიზმის რთულია და ინტერნეტის და ტვინი მეტყონებს ზოგადად ყველაფერი ძალიან გართულდა და აღარ გვინდა რა იმას ვიზამ ისე I'm gonna bake some pies. ამ პოდკასტის ბოლოს რომ დიასახლისობა გირჩევნია ფაქტობრივად არა ხო მაინც ლიბერალიზმმა ბოლოს დიასახლისობამდე და ცხობამდე მიგიყვანა აი სავა ეგ არის მაგრამ თან რო არ მირჩევნია ეგ მაგრამ იცი რა არის ჩემი თავისთვის ან არა ეგეც დამეზარებოდა მე ყოველდღე მაგის კეთებას დამღლელია. კაი არ ვიცი. Let's not unpack this. ყოველდღე ყველაფერი მეზარება. გასაგებია. საერთოდ არ იყო საჭირო ეს. დიდი ხანია რაღაც გიგნები ხალხთან რო არ ვილაპარაკე ცოტა გამოვყლევდი. ხო და იმაზე ლაპარაკობდი რაღაცაზე. ხო და არა იმაზე რომ ეს რა ქვია ეს UAP ჩაანაცვლეს UFO-ს აღარ ეძახიან იმიტომ რომ ზეგმენტად სტიგმატიზებული ტერმინი არისო რა ანუ UFO დაკავშირებულია მაინც რაღაცა ისეთ შეთქმულების თეორიებთან და Fox Mulder-თან და რაღაცებთან და მე Fox Mulder-ზე გამახსენდა რომ Facebook-მა ალგორითმმა თავისთავად შემომთავაზა რაღაცა წიგნები რომელიც ვიყიდე ეგრევე იმიტომ რომ ძალიან სწორად დატარგეტებული რეკლამა იყო მართალია რაღაცა $4 გადავიხადე მაგრამ მაინც და ეს არის აი ეს ნახე საბავშვო X-Files-ი ზაზოხარელია კომიქსად არის თუ როგორ არის არა რაღაც picture book-ი არის დენის გალი და Fox Mulder-ი და მეორე მაქვს Alien-ი ჩუჟოი აუ საბავშვო Alien-ი ძალიან hardcore არის რომელიც არის A is for Alien ეს კითხვას გასწავლიან ამის აუ $4 გიღდა არ დამეზარა და არ დამენანა და ვიყიდე ის სცენაც არის მუცლიდან რომ ამოდის მოიცადე მე მგონი არის რაღაცა ისეთი ფორმით არის ძალიან მაინტერესებს ლაპარაკი მე უცებ ნახავ ხო და ძალიან მაინტერესებს ბავშვებისთვის აი როგორ ანუ Aliens რო ვუყურე ალბათ რა 25-ის ვიყან საკმაოდ ისე დაგვიანებულად ვუყურე და ესა 1-2 ღამე ცოტა ცუდად მეძინა არა და არ ვარ ადვილად შეშინებადი პიროვნება ანუ რაღაცა ჰორორების და რაღაცების არ მეშინია მაგრამ იმდენად მაგრა გაკეთებული არის და აი ეს ჰორორი კი არ არის ტრილერი რო არის ფსიქოლოგიური და მთელი ეს სასპენსზე ჩამოკიდებული ისა და ეს როდის გამოვა და როდის არა და ეს მუცლიდან რო ვარდება და რაღაცები ძალიან შემაშფოთებელი იყო თან სიბნელეში მარტო არა გვაქვს ესე იგი ამუხტომა არ გვაქვს მაგრამ გვაქვს ეგეთი ისა სცენა რომ his tummy is rumbling დიარეა უბრალოდ და ჩვენ რო Alien-ი გვეგონაო ჩვენ რო Alien-ი გვეგონაო კუჭის გონი აშლილიო ხო ხო და Alien-ი სხვათა შორის კი ჩემი ერთ-ერთი კი არა და science fiction-ში ჩემი საყვარელი ფრენჩაიზი არის რომელსაც სხვათა შორის აი ბავშვობაში რო წამოწოლილი ხარ და შენი მშობლები რო რაღაცა უჟასებს უყურებენ და თან დაძინება რო გინდა და თან გეშინია შენ ოთახში გასვლა და რაღაცა მასეთ პონჩი მქონდა ადრე ნანახი რა და მე
დიდობაში როდის ვუყურე იცი მაგას ახლიდან და გააზრებულად აი avoeji და ეგ ანუ ინტერნეტიდან მოკაჩვის თემები რო უკვე დაიწყო რა ხო და რო ვუყურე ძალიან სერიოზული შთაბეჭდილება მოახდინა რა ჯერ ერთი იმიტომ რომ იმდენად კარგი ხარისხით იყო გაძაღებული და გაკეთებული იმ დროისთვის ეფექტები და თვითონ ეს ისიც რა ქვია ელიენი რა რაღაც პლასტმასის და რაღაცის არ იყო და აი მაგალითად ესთეტიკა როს ხედან იქ და რო ლაპარაკობენ ამაზე ამას მუცლის ტკივისაც ეტყობა და რო იწევს იმას რა ქვია რა კანკალს და რო ამოდის იქიდან ეგ მომენტი ისე საკაიფოთ არის 78 წელს არის თან გაძაღებული ხო მაგიტო ძალიან შთაბეჭდილება ისე მაგ color correction-ი ყველაფერი ისე მაგრად არის გაკეთებული რომ აი ძალიან სერიოზული შთაბეჭდილება მოახდინა სხვათა შორის ეხა დავარევოჩი დაახლოებით 2 თვის წინ იმიტომ რომ Alieners გამოვიდა ახალი სერიალი მაგის იყურება მინდა და დაუჯექი და მთელი ელიენები ვნახე და მათ შორის ისენი რა ეს პრიკველები პრომეთეუსი და რაღაცეები რომლებიც გამისწორდა სხვათა შორის არ არის ცუდი მითოლოგია რომელიც გააკეთეს ეხა უნდა ვნახო ისა რა ქვია ეს თვითონ სერიალი რა Alien Earth და ეხა გავიგე სხვათა შორის კიდე ახალი ნიუსი იყო მაგაზე რომ Sigourney Weaver-მა მოლაპარაკებები დაამთავრა Disney-სთან და მალე Ripley დაბრუნდება ახალ ნაწილში Alien-ის და სხვათა შორის აი ბავშვობაში აი რაც ყველაზე მეტად ჩამრჩა და რომელიც ძალიან შთამბეჭდავი სცენა იყო და დღემდე ძალიან მიყვარს Ripley-ს და Alien-ის ბოლო ბრძოლა იმითი რობოტით რო ეჩხუბება და რო გადააგდებს იმიდან რა ქვია ხომალდიდან ეგ ძალიან შთამბეჭდავი ის იყო რა ქვია ხო და მოკლედ კიდევ სპოილერი ხა მაგრამ რაღაც მომენტში მაგრამ არა 78 წელს გავაშალე აქამდე თუ არა გაქვს ნანახი ხა science fiction ადამიანი თუ გევასება ადამიანს და აქამდე არა გაქვს ნანახი მეტი ზღირსი ხარ მართალია იმის ზღირსი ხარ რომ ბუცლიდან ამოვიდეს ელიენი that was too much Okay. I'm sorry. Science fiction correctly ვიქნები შეიძლება. კი. განვაგრძო? განაგრძე. აი, არ ვიცი, ამ თემებისთვის რა იქნება საინტერესო, მაგრამ უბრალოდ ვახსენებ. თან იცი რა 1 საათი მინდა რომ დავსვათ სადღაც მოკლედ 15 წუთში შეგვიძლია რომ იმას ვქნათ რა ანუ კიდე ერთი რამე თემა ვქნათ და მე დავარეფაფოთ ხო და არ ვიცი რომელია ამისთვის კარგი თემა Okay. ჯონ სინაზე ვილაპარაკოთ ჯონ სინას არ ვიცნობ კარგად სიმართლე რომ გითხრა ძალიან კარგად არც მე, მაგრამ ეს არის. კაი, რაღაცა არ მიდის, მაგრამ არ ვიცი. კიდე გალ გადოს რო ანსახიერებს ის კაცი ნანახი ყავს Instagram-ზე? არა. მოკლედ. Instagram-ზე არის ესეთი საიდან მოკლედ ხო თან წინა იმაზე ამ გალ გადოს ასლოკინებს ჩვენ პოდკასტის მერე მე მგონი. რაღაცნაირად ისა. არ ვიცი წინა პოდკასტის გამოიყო თუ რა იყო. ეტყობა ჩემმა ტელეფონმა გაიგონა გალგადო რო ახსენეთ. მაგრამ ხოჩერს მე მგონი იმის მერე დაიწყო ალგორითმა ამოგდება. მოკლედ ერთი ის არის რა ქვია. გალგადო თავის დროზე ისრაელისთან დაკავშირებული პოზიციის გამოხატვის გამო მოკლედ ძალიან ესე აიგდო ინტერნეტმა. და უკვე იქიდან გამომდინარე რომ არც გადასარევი მსახიობია მარტივი არ იყო მოკლედ მის ცოტა ტროლვა რა ხო და მან მივხვდი რომ რა მნიშვნელოვანია პროფესიონალი რო ხარ შენ საქმის მერე ძართულია რომ გაგაკრიტიკონ ხო და არ ვიცი მოკლედ მაქედან წამოვიდა თუ არა ეს საწყისები არ მინახავს ამ
ვიდეოების, მაგრამ მგონი რომ აქედან წამოვიდა რა, იმიტომ რომ მეტი გალგადო რატო იყო, ანუ რატო იქნებოდა აქტუალური, არაფერი ისეთი არ გაუკეთებია ეხლა, რომ აქტუალური იყოს. ხო, მოკლედ ამ ბიჭმა გააკეთა თან მანამდე ქონდა ალბათ ინსტაგრამი და ასახიერებს გალგადოს. ოღონდ, ანუ ისე ასახიერებს, რომ მართლა გალგადო არის. აი TikTok-ზე რო ორი ბიჭი არის, ია ფარულავას და იმას რო აკეთებენ, რა ქვია, მაია ასათიანს. ძალიან მაგრა. და გია შურამელაშვილს აკეთებს კი, კიდე, ანუ ხო. აი როგორც არაფერს რო არ შვებიან, ანუ არაფერი არ აქვთ, არც პარიკი, არაფერი, მაგრამ ანუ განსხეულებული ეს მაია და ეს არის მართლა. აი ისევე აკეთებს ეს ბიჭი გალგადოს უაზრო გამომეტყველებას. ანუ მართლა გალგადო არის. ოღონდ აი არაფერს არ აკეთებს. არც ვის არაფერი არაცვი, არაფერი, უბრალოდ რაღაცა ისინია და სიტუაციებია, მოკლედ, რომელშიც რაღაცა გალგადოს ახალი როლი აქვს და თავის მეგობარი ესაუბრება და ეს რაღაცას პასუხობს, ოღონდ აი ძალიან უაზრობებს, როგორც გალგადო ეტყოდა, იმიტომ რომ და მე დავაკვირდი, რომ მართლა ყველა როლში ძალიან ანუ ვერ ჩამოყალიბდი მოკლედ მის უნიჭობასთან დაკავშირებით, რომ ძალიან უნიჭოც არ არის, მაგრამ მოკლედ რაღაცა A-listeri ნამდვილად არ არის. და მომენტ მასზე უფრო ნიჭიერი ხალხიც არსებობს, ვინც შეიძლებოდა რომ ჰოლივუდში დავამკვიდრებულიყო. მე მგონი რაღაცა სხვა რაღაცის გამო გატრენდდა, არ ვიცი რა. არ ვიცი რის გამო ეგ ისტორიაც არ მაქვს. მარტი არის პრახადები. პრახადი მეცია მოდი. ხო, არ ვიცი, მოკლედ, ანუ რაც ნამდვილად არის ულამაზესია, აი ძალიან ლამაზი ქალია. და ძალიან უნჭოც არ არის, მაგრამ აშკარად ყველა როლს ერთნაირად თამაშობს. მასზე უნჭობს სახეობებს მინახავს, მაგრამ აი რო დააკვირდები, ყველაფერს ერთნაირად თამაშობს და მოკლედ მაგაზია ამ ბიჭსაც ჩაჭერილი რაღაცა, ჩაჭერილი აქვს და დაჭერილი აქვს ეგ მომენტი და ძალიან სასაცილოა. მე მგონი ძალიან დიდხანი ვილაპარაკე გალგადოზე. ხო, დიდად არ მახსოვს მაგისი, რომ ერთ-ერთი Wonder Woman-ში მახსოვს და ნუ რა ვიცი. Give me the stone. მე ვიყურე compilations გალგადოს ცუდი acting-ები და მართლა ძალიან სასაცილოა, მაგრამ აი ეგეთი ძალიან ცუდიც არ არის, მე მგონი. ან არ ვიცი, მე ვერ დაბრმავებული ვარ მის სილამაზით. ხო და აი მე მაგის თქმა მინდა რომ ზუსტად როგორც მსახიობზე მასზე არ მაქვს არანაირი ისა რა ქვია აზრი, იმიტომ რომ ვერც კი ვიხსენებ Wonder Woman-ის გარდა სხვაგან სარგმავს ნანახი რა, იმიტომ რომ არ ვიცი მართლა I don't know. რაღაცა შთამბეჭდავი ისეთი ძლიერი როლები მისგან არ მახსოვს. იმიტომ რომ სხვათა შორის ახლა მაგაზე გამახსენდა რომ ძალიან ლამაზია და რაღაცა მაქსი ლამაზის პონჩი კი შეიძლება იყოს რომ იმაში აი იმაზე იყო მარგო რობიზე ხო არის ის თემა რომ ჯიმ კერი ძალიან ცუდად დააბულინგა გრემ ნორტონის შოუში რო იყო რა ანუ ჩემი აზრით ცოტა ძალიან ზედმეტი მოვიდა ჯიმ კერის. ой, მართლა არ მინახავს. ო, იქ არის ის თემა, რომ რაღაცა შეხედეთ ამას როგორ მიაღწია წარმატებას, სულ ნიჭით და რაღაცით აი ესეთ რაღაცებს იმუშავა, რომ მინიშნებას აკეთებს იმაზე, რომ ლამაზი რო არის, მაგიტო ის არის და ეს ძალიან უხერხულად იმუშავა, რომ აი მე მადლობა და რაღაცა. გაიგე, იმიტომ რომ ეხა მარგოსთვის ალბათ სამაგიერო ჩვენ ხარ ნამდვილად მახინჯი და სულ ნიჭით მიაღწია თქო. ხოდი. მარგოს ადგილას, მაგრამ მე არა ვარ ისეთი ლამაზი, რომ იუმორის გზობა არ მქონდეს. ხო და შესაბამისად one-linerებში ძლიერი ვარ, მაგრამ I have nothing to show for it. ხო და მოკლედ მარგოს მიუხედავად, ანუ არ ვიცი, მიუხედავად რატო ანუ ცოტა იმაზე ჯიმ კერის მოიცადი განდევნე. ხო, ანუ ეგეთი კრიტიკა თქვა რომ თქვა გარეგნობის გამო ვიღაცა ჩასვეს ჰოლივუდში
შეიძლება რომ იყოს გალგადოს პონჩი რა, არ ვიცი, იმიტომ რომ აი ზუსტადაც რომ ეგეთ რაღაც შთამბეჭდავი როლები არ მახსოვს. მარგოს შთამბეჭდავი როლები მახსოვს. არა, მარგოს ამბოლოში არ. როგორც მსახიობი მახსოვს. თუნდაც Wolf of Wall Street-ში ძალიან მაგრად თამაშობს რა, იმიტომ რომ ბრიტანელი არის და Long Islander იტალიელ გოგოშკას თამაშობს, რომელიც ხო ავსტრალიელია და რაღაც Long Islander იტალიელ გოგოშკას თამაშობს, რომელიც იმიდან იმაშება, რა ქვია, რაღაც high level იმაში. არა, კაცო, მარგო რობის ვაფშე ვერ შევადრე. ანუ ჯიმ კერი ალბათ ცოტა ის არის, არ ვიცი რა დაემართა. შურიანიც არის ხო და ის იყო არა რა ეშურება, ანუ like he's a legend, ანუ. ხო, ალბათ threatened იყო რაღაცნაირად. შეიძლება მე გეტყვი, მან შეიძლება ტაქტიკა ხო არის ეგეთი, რომ ქალებს რომ დაკერონ რაღაცა თვითშეფასება უნდა დაუგდონ და შეიძლება მაგას ჩალიჩობდა ეგ ნაბოზოვანი ეგა. არა, გამორიცხო. ნახო single არის თუ არა? შეიძლება მაგას ჩალიჩობდა. შეიძლება მაგას ჩალიჩობდა. თქვენ კაზიოლებო თქვენ რა. ეგ. მარტი არის პრახადები. ჯიმ კერი არის? პრახადები. ცოტა სამუშაო გაქვს მაგაზე. I'm not gonna lie. It's not going very well. ის ანუ მაგაზე იცი რა გჭირდება ეს დაფა უნდა კონდეს და აი ძაღლებს რო იმებს ასწავლიან სიტყვების ლაპარაკს ეგრე. ხო. ანუ არა ხარ მომზადებული რა. არა ვაფინანსებ. იმისი მეშინია საუნდის, იმიტომ რომ ეს რა ქვია, სოლო ვიდეოებს რო ვაკეთებ ხოლმე, იქ ვიცი რომ რამ 1-2 წამი ჭირდება რომ ეს რა ქვია, გადაჯდეს რა იმაზე ჩენელზე. და მაგი რომ ვაპაუზებ ხოლმე და აქ ეხა ეგრევე რომ უნდა ჩასვა რაღაცა საუნდი. და ესე მარტივი არ არის. აქ ეს გალგადოს როლები კიდე გონია. ხო და არა, ხო, შთამბეჭდავში არაფერში არ უთამაში, ამიტომ რომ არც მიცემენ სავარაუდოდ და მე მაინტერესებს თვითონ თუ იცი. ანუ ხო არის ხო რაღაცაები, რომ იცი, რომ ანუ ის არ ხარ რა, ეხა რაღაცა ნიკოლ კიდმანი და method you can't go method. ალბათ იცის. არა მგონია. ალბათ არ ვიცი, მაგრამ რაღაც მომენტში იცი რა არის, ალბათ კიდია კიდევაც და მეც რომ აქ პოზიციაში ვიყო, მეც მაგრამ მე კიდევ. მეც გონია, კი. კი, მეც ეგრე მგონია. ანუ თან ის არის, რომ იდეაში ანუ მოდელობით დაიწყო და მისი მთავარი პროფესია ეს მსახიობობა არ არის და unless რაღაცა ოსკარის მიღებაზე ოცნებობდა ჩუმჩუმად და ყოველთვის უნდოდა რომ მსახიობი ყოფილიყო, მგონია რომ დიდად არ შეწუხდება. მაგრამ მოკლედ ეს ბიჭი ძალიან სასაცილოა და ეს არის ისე გენიალურად ასახიერებს და მე ხალხი უკვე რაღაც მე კომენტარებში წერენ ხოლმე რომ უკვე მეწოდება მგონი და მგონი არც ისე ცუდი მსახიობია. მგონი ძალიან ცუდი მსახიობია და მოკლედ ძალიან გაყოფილი აზრები და რაღაცა ისეთ ზღვარზე არის რომ არც obviously ძალიან ცუდია და it works იმ როლებისთვის რომლებშიც არის შესაბამისად ეგრე ძალიან ცუდად არ ჩანს და მაგიტო ანუ she gets by რა შესაბამისად კარგი სუჭირავს პოზიცია სადაც აი ესეთი ალბათ რომ ამ ბიჭის ვიდეოებით მისი ის არის კარიერა არ დაინგრევა. მოდი სკანდალი მოვაწყოთ და დაასახელე ქართველი მსახიობი, რომელიც ეგეთი ერთნაირი არის ყველა როლში. ყველა. არ ვიცი, ძალიან ცოტა მე ხო რაღაცნაირად ის ვარ. აი მე მყავს ერთი ეგეთი რომელიც არ ქართულ ძალიან კარგი მსახიობი მიყავს ზოგადად რა ანუ ბევრი არის რომელიც ძალიან მაგრად მევასება და კარგები არის მაგრამ ერთი არის ორია ერთს არ დავასახელებ მაინც იმიტომ რომ მაინც ცოტა ისე ორბიტაზე ტრიალებს ჩემი საახლობლოსი და შესაბამისად გივის სიხარული მაინც ქართულად გივის სიხარული და რა ის მსახიობია გოგო სხვათა შორის არა გივის სიხარული არ არის მაინც და მაინც ცუდი მსახიობი იმიტომ რომ რა როლიც აქვს ორი ნათამაშები ის რაც მახსოვს it's okay მაგრამ მაგი ცალკე ისეთი ტიპია რომელზეც არ ღირს ლაპარაკი გოგა ბარბაკაძე არის რომელიც ჩემი აზრით არის აბსოლუტურად აზე არ ვარ ვინ არის დათოს რო თამაშობდა შუა ქალაქში
ხუჭუჭადები როა ეს? ხო, მე არ ვიცი ხა ეგ თეატრში როგორ არის, იმიტომ რომ ზოგადად ყველა მედი გოგა ძალიან კარგი თეატრის მსახიობია, შემოვა ხა ვიღაცა იტყვის და რიშარდ მესამე აქვს ნათამაშები გენიალურად. არ ვიცი, მე გეუბნები რომ რაც ტელევიზორში და ფილმებში მაგ ნანახი ძალიან ერთფეროვანი და ესეთი მე მგონი კოცი აქვს შესაბამისად შეგვიძლია დავანებოთ კიდეც გახილვა მის ტალანტებს, იმიტომ რომ უკვე ყველაფერს ხაზი გადაესვა. მაგრამ ძირითადად ყველა უნიჭო ადამიანი კოცია. იმიტომ რომ ბოლო ნავსაყუდელი ეგ არის ხოლმე. იმიტომ რომ ნიჭიერ ადამიანებს არ ჭირდებათ არავის validation-ი და ის რა ქვია, ხელის გამოწვდომა, ისედაც აკვლევენ ცხოვრებაში გზას. და იქ იქნება უცხო პლანეტელები. ოკეი. ხო და ის არის. ხო და ამ უცხო პლანეტელებზე იმის თქმა მინდოდა, რომ ალბათ რაღაცა ხუმრობები მქონდა იმ რანგიდან, რომ ნეტა მოვიდნენ და ყველანი წაგვიყვანონ, მეტეორი დაგვეცეს და რაღაც ალბათ ეგეთებს ხუმრობდი და კიდე რაღაცებს რო ამბობდი იქ ჩაგვიარესო უბრალოდ მეთქი ფრთხილად იყვნენ რუსთაველზე არ ჩაიარონ თორე დააპატიმრებენ ატეკერეტე ეგ ხუმრობაც მინდოდა ხო და მეტი თუ რამე გამახსენდა არ ვიცი შენ ალბათ შენც უნდა მომეწერა რა არასდროს არ ვიწერ ამიტომ არ ჩემგან არ გამოვა არაფერი რაღაცები რო მახსენდება არ ვიწერ ხოლმე ან ისე ვიწერ რომ მე არ მახსენდება რა ჩავიწერ ხო და ახსოვს მე უყვიროდი წინა იუმორის ეპიზოდში ჩაიწერეთ და ვიდეოები ჩაიწერეთ ვიდეო კი მანდაც ის არის თორე უცხო პლანეტელები რო დამადგენენ ვიდეოსაც კი აღარ გადავიღებ უკვე ხო და სანამ უცხო პლანეტელები დაგვიპყრობენ ხო მიდი სალამ უცხო პლანეტ მაგაზე გადახვალ ბარემ აქ ერთ რამეს ვიტყვი რომ აი ეს უმუამუა და ეს თემა რო შემოვიდა ეს ახალი რაღაც 3i atlas ქვია რაღაცა ძალიან ბევრი ადამიანს გაახსენდა არტურ კლარკის რომანი არის Rendezvous with Rama ანუ შეხვედრა რამასთან რომელიც არაკთან რომელიც ძალიან კარგი science fiction რომანი არის აი ეგეთი რაღაცა დიდი აპარატი მოფრინდება დედამიწასთან ახლოს და რაღაცა საერთაშორისო მისია მიდის რომ იქ ჩავიდნენ და გამოიკვლიონ რა არის რა და ძალიან კარგი რომანია თუ ვიღაცას ფიქრობთ რომ რა წაიკითხოთ და არიცით ეს ამას გირჩევდით რომ თუ მომდევნო წიგნს ეძებ წასაკითხათ და science fiction-ი გიყვართ ან science fiction-ი არიცით ზოგადად და გინდათ რომ მაგ ჟანრში შეაბიჯოთ არტურ კლარკის და უცხო პლანეტელები რო დაგვიპყრობენ თუ გინდათ რომ სასაუბრო თემა გქონდეთ კი ბატონო ხო თუნდაც წაიკითხეთ ეს შემდეგი ნაწილები არ დიდად არ მომეწონა ცოტა ისეთი არის რა რაღაცნაირი მაგრამ ეს არის ძალიან საკაიფო და აუცილებლად გირჩევთ მოკლედ მაგის როგორი ნაკეთები მე არა ხო და მე სხვათა შორის აუდიო წიგნს მოვუსმინე მაგისას პირველი აუდიო წიგნი თვითონ ნიკითხავს აუდიო წიგნებს ვერ უსმენ და რაღაცა და მე ვცადე რომ მოდი მეთქი ამას ვცდი მეთქი და ძალიან საკაიფოდ წაიღო სხვათა შორის აუდიო წიგნადაც კი მე მგონია რომ ჩვენ თუ გვისმენთ აუდიო წიგნის მოსმენის პრობლემა არ იქნება ხო და ეს არა ქვია მეც მახსოვს მეც მინდა რომ თქვა რომ წიგნები მაქვს წაკითხული და მახსოვს რომ გერბერტ უელსის ისინი რა ქვია სხვა სამყაროები თუ არ ვიცი რა ქვია ქართულად ეგ მაქვს War of the Worlds ხო თუ ეგ ხო სამყაროების ომები ხო ეგ წავიკითხე ბავშვობაში წიგნი მაჩუქა ვიღაცამ ბებია ჩემის მეგობარმა და ძალიან შთაბეჭდილი ვიყავი და ეგეც ის არის ძალიან კარგი მწერალია მაგისი time machine-ი მევასება მე ძალიან კი ეგეც კარგი იყო და ისა და ის არის ჯერემი აირონსი თამაშობენ მშვენიერი ფილმი არის გადაღებული ეკრანიზაცია ზოგადად და უხილავი კაციო თუ რაღაცაც ხო აქვს კიდე მე მგონი ეს ნაკრები მქონდა როცა მაგისი არა არ მახსოვს მაგრამ მე მგონი რომ მაგისი იყო კი ნაკრები იყო მოკლედ კაისქელი წიგნი იყო რომელიც წავეკითხე და ერთი დავალებებს ვერ ვკითხულობ თორე დავალების რაც მაქვს იმ წიგნებს თორე ხო და სანამ უცხო პლანეტელები დაგვიპყრობენ გვისმინეთ დაგვალაიქეთ გამოგვიწერეთ მეგობრებს მოუყევით და
არაფერი, რა ვიცი. საბა ჩამოვა ევროპაში და მადლობა. და ვოისების გამოგზავნა თუ გნებავთ მეილზე 1 წუთამდე ვოისი გამოგვიგზავნეთ. იმიტომ რომ მოგეხსენებათ ისედაც ძალიან ბევრს ლაპარაკობთ და მაგაზე მეტხანს ვერ დაგითმობთ დროს. თან ეხა ძალიან მშვენიერი თემები არის, რომელზეც შეგიძლიათ თქვენი აზრებიც გამოთქვათ უცხო პლანეტელებზეც და მათ შორის ვიღაცეებს გავუტაროთ მაილ. ეგ მეორე ეპიზოდი იქნება. ოკეი. კაი. ეს პირველი ინტრო არის, იმიტომ რომ იმდენ ხანი ლაპარაკობდით, რომ ამ ეპიზოდს ორად ჭერს. ხო და მოკლედ მადლობა. მაშინ მოიცადე ახლიდან ვიტყვი ამას და ისე მოიწევ. ვიდეოში არაფერს არ მოვჭერი, მაგრამ მიდი თქვი. ოკეი. კაი თქვი. ხო, მოკლედ გამოგვიგზავნეთ კომენტები დაგვიტოვეთ, დაგვალაიქეთ და ისა რა ქვია, engagement-ი ძალიან გვიხარია ხოლმე. გვაგინეთ მაინც, არ ვიცი, რაღაცა ქცევას. რა მაგის გეუბნები რაღაც კონტროვერსიულ ველაპარაკობთ და ვერ ველაპარაკობთ კონტროვერსიულებს. აი ეს ვიღაცა წინა ეპიზოდი რასიზმზე unlike-ი ვინც გაუკეთა თუ dislike-ი ვინც გაუკეთა იმან კომენტარიც მოგუწეროს რომ რაში არ გვეთანხმები ერთი რასიზმთან დაკავშირებით ძალიან მაინტერესებს. ხო, მართალია, კი. ანუ unlike-ის დადება თუ გინდა თან არგუმენტი დაგვიწერეთ რატომა. ახსენით ძმა. ახსენით ძმა. თუ არა დაგიბარებს საბა ნიუ-ჯერსიში. ჩიკაგო, გორი ჩიკაგო გაიჩიტა. კაი, ეს ერთი ნახვამდის საბა ჩამოვა ევროპაში.